თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის მორიგი პროცესი გაიმართა. ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის დღევანდელ სხდომაზე გამომძიებელი გენადი იოსებაშვილი და გარდაბნის სამმართველოს მეოთხე განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ჯანიკაშვილი დაიკითხნენ. გიორგი ჯანიკაშვილს საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს. როგორც მან პროცესზე თქვა, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში მოხვდა, თან ისეთი სიმძიმით, რომ გონება დაკარგა და წაიქცა. შედეგად კი ნაკერები დაადეს. ადვოკატი ელგუჯა ავსეჯანიშვილი დაინტერესდა დაისვარა თუ არა მისი სამსახურებრივი ფორმა სისხლით, რაზეც პოლიციელმა დადებითი პასუხი გასცა. კითხვაზე წარუდგინა თუ არა მან გამომძიებელს სისხლიანი ფორმა მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა. პოლიციელის თქმით, სახლში როდესაც მივიდა ტანსაცმელი გარეცხა. ამის შემდეგ ავსეჯანიშვილი კვლავ დაინტერესდა რატომ გარეცხა 28 წლიანი გამოცდილების მქონე პოლიციელმა. თან განყოფილების უფროსმა ნივთმტკიცება. დაცვის მხარემ უდავოცნო ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორები არიან და აქციების დროს დემონსტრანტებს ვიდეოებს უღებდნენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი სასამართლოს სხდომაზე არ გამოიკითხებიან. ადვოკატებმა დააზუსტეს, რომ ისინი უდავოცნობენ მოწმეს და რა იმ ვიდეოების შინაარს, რომელიც ამ ოპერატორებმა გადაიღეს. უდავოცნობის მიუხედავად პროკურორებმა ამ მოწმეების დაკითხვა მოითხოვეს. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი არ დაიკითხებიან. 8 დაკავებულიდან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5 გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მომდევნო სასამართლო პროცესი 14 ივლისს გაიმართება. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.